გაიყვანეს გაბრიელი. გამარჯობათ ჯერ მესამედ. გაბრიელი გაიყვანეს. შემოვიდა ორჯერ და ეძინა და ცოდვაო ეძინოსო და ჯერ სხვებს იმას ვიზაო შემოვილიო და მერეო და მერე მესამედ თუ შემოვიდა ამას ვიძინა მეთქეს არ გაიღვიძებს წაიყვანეთ დროზე და წაიყვანეს გაბრიელი. ეხა ველოდ ეხლა ვფიქრობდი რომ ლაშას დავურეკო მეთქი რომ წამოვიდეს, მაგრამ მოვლენებს არ გავუსწროთ წინ. უეჭველი კი მივდივარ დღეს, მაგრამ მე მგონი მოახრიგინებენ. მოიყვანო და მე დავურეკავ ლაშას. აბა ველოდები, ეხლა მე მგონი მოდის. შემომიყვანეს ნაწილ ბავშვი. ეს კაი მიავი. ინტერესია მაგრამ. გასინჯის დროს დაუსველებია ზედა. გადმოგვიფსაო. რაც ეცვა და გაუხდიათ. ეგ შემომიყვანეს მარტოადი ისეთ არა და ადგილამდე რომ მოვიდა ნასკები ვეღარ ვიპოვეთ, ეტყობა იქ-სადმე გასცვივნათ. გამოვუცვალე უცბად გაბრიელს და ვაჭამე და დაიძინა. წყლის ხმა გამოდის. ეხლა ფიქრობდი რომ მეც მოვწესრიგდები, ლაშასაც დაურეკე. ხო, ჯერ აფიქრეთ. მოკლედ თავისუფლები ხართ. პირველისთვის ჩამოვიდესო. მანამდე მესამუთებს მოვაწესრიგებ თუ რამე არისო, ესე იგი ხარი 12:30 ხდება, საათ 9:30 როდის გავა. ვაიმე. ხო და ლაშამ ახლა ცოტა ხანში გამოვალო. ეს სიტყვით პირველისთვის სავარაუდოდ პირველისთვის კაი 9 საათი იქით იქით უფრო გამოგწერენ. ეხლა ვფიქრობდი შევიდე მეთქი მეუწვა თაბანოში, მაგრამ ვერ ვანებებ ჯერ თავს, იმიტომ რომ ამ წავს ვაჭამე და არასანდოა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მე აბანოში ზუსტად სიმღერას ვთავდი ხოლმე, აბანოში შევდივარ ხოლმე. ნებისმიერ ტელეფონ ხოს უჯიბეში მიდევ ხოლმე და YouTube-ზე რაღაც სიმღერას ამოვინიჟებ ხოლმე სიტყვით და ჩავთავ ხოლმე, სანამ სიმღერა მთავრდება, მე უკვე გარეთ ავარ და ეხა სანამ სიმღერა მისამღერამდე მიდის, მაშინ ავარ ხოლმე გარეთ. მაგრამ მაინც არ დავტოვებ. იცი როგორ მინდა რომ ლაშეო ტანსაცმელს მომიტანს, ეგენი არ წამოვიყარაფერი. ლაშეო ტანსაცმელს მომიტანს. უცბად გადავიცვე და წავიდეთ რა, დანარჩენი აღარაფერი არ მქონდეს სარბენი აქეთ იქ. სულ ყველაფერი ავალაგე, სუ ეს ჩაი და შაქარი დავტოვე, იქნება. და ყველაფერს იმასვე რა. აგე იქალაგია, ჭუჭყიანი ტანსაცმელებია ბავშვის, ჩემი რაღაცეებია და ერთმანეთში გადმოვალაგებ, რომ ერთ პარკში ჩაეტიოს და პლუს იმ ჩანთაში ჩავალაგებ რაღაცეებს. აი ეგრე. აი მე დედა ზბატლა ყულები უცანს ბავსა. ციმი კურსა ყუშა. ხოდა ეხლა ცოტა ხანი მეც დავისვენებ ეს. და კაი ღრმაძილში რომ შევიპარები და გავემზადოთ ნელ-ნელა. ხო, მატებაში აწასული უკვე. ანუ ის რაც დაიკლო და რო იციან ხო ბავშვებმა რა დაბადების შემდეგ ნელა იკლებენ 300 გრამი დაიკლო და ეხა წამოვიდა ზემოთ მაგ 300 გრამს ორ დღეში დედას უტირებს ეს. ერთი 20 წუთი ძილიც მოვასწარით. ამას ისე ვძინავ პატარა წესტილას. ხო და რაღაც უცბად შევვარდები და გამოვვარდები, უკვე რომელია პირველი დაიწყო, პირველზე ლაშა აქ იქნება და მე რომ მზად ვიყო. ვიდა გაცდის ამას საჭმელო მომისწრო. მაგრამ ჯერ თავადი კეიფობს. აფსუსია საჭმელი გაცივდები.
გუფთის სუნია. ბოსტნეულის სუპიო. ხო ვერ დავამთხვიე, რომ სათაური, სახელი დავამთხვიო იმას, რა კერძს. დავიდეთ იქეთ. აი მე როგორი ცინი ჩემი ცხოვრება. მაგიდა წევარაკი, მაგრამ არა უშავს. კარებს კი არ აკეტავ ხა. ერთი მინუსი, კარებს არ კეტავ. ესეც ნახოთ საბოლოო ჭამა, რა ვიცი, იმედია კიდე არ მომისწრებს მესამე ჭამა. სხვათა შორის მესამე ჭამა მოდის ძალიან სწრაფად. არის რაღაცა ისეთი აი რაღაცა რა ქვია მაგას. რაღაცა წასახემსებელი რაღაცები და რაღაცა გამომცხვარი ისინი და ძალიან სწრაფად მოდის ხოლმე. ეს კაია. თავის დროზეა მოსული. რამდენი რომია. ესენი იძულების გავხდები დავხდები. ამას შეხედე. ეხლა რო არ მივდიოდე, ამ ყველაფერს არ შევჭამ. ანუ დავიტოვებდი ამ აღამისთვის. ამას ვაგდებ ხოლმე, მაგრამ ეხლა ყველაფერი შევიჩავალაკე და დამჭირდა. მაგრამ ეხლა ცოტა უყურება ვაკეთებ. ქათმის ფილე. სახშიც მელოდება ქათამი. კაი პული ჭამოთა რა და როცა მოლე. შობი არ ეყავთ. ხმა ისმის. ჭავდი ხა. ეს არის ჩემი საბუთები. თუცუ რა ფუცლები, რომ ჯამთელს მიშვებენ და ცოცხალს. მე შევედავები. იამანიძე ნინო, იყო ჩემი ექიმი. ძალიან მაგარი გოგო, უსაყვარლესი. ჭამოთ ეხა პური. თიში აქვს. მე მგონი დროა გაქცევის. შევარდნის. ზუსტად წუთნახევარში გავუვალ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვით. იდეალურად დამაცადა პაწუკა. იდეალურად ეს ხალათი აღარ მინდა. ყველაფერი არის ხმარდება ის ჩასაცნობები. ეხლა ცოტა თავპირს ვივხედავ. ამ პიჟამებს უწევთ გავიძრობ და გადავიცემ ტანსაცმელებს. მასტერ კლასი გავაკეთე იმის ჩაცმა და ხურვის ბანაობის. ეს ბევრი არ მინდა. უბრალოდ ეს დღები არ მიხმარია საერთოდ. ოდნავ ქოწავში მე მგონი აი ეგ. გეფიცები რამოდენა ვჭამე ხალხო. კონდიციონერს ჩავთავდი, მაგრამ არ გავრისკა. უბრალოდ ვიჩქარე და მაგით უცხელა თორე. გამოსულია უკვე ლაშა მოვადგილამდე. ალბათ ძალიან მალე. ეს გვინდა. ნახეთ როგორი სარკე მაქვს წაუღებული.
მერტო რა კარგია. არა და გუშინ მოყოფილი ავიწევს ძაღლში. არა უშავ მაინც ხო წაბოვა. მაინც ხო ჩემი გავიტანე. აბი ესე მოვიღოთ ყველაფერი, რაც დაგჭირდება, რაც არა ჩავალაგებთ რა. კილო ქონია მომატებული, ესე იგი მე კარგად მოვიმატე. 12. მეტი რამდენი ვარ ახლა. სახში რომ ვარ ავიწონე, გვაქვს სასწორი. თუ არ გადაიწვა. აი, აქამდე ხო საოცარ მასტერ კლასებს ვატარებდი მისას, მაკიაჟისას ხარ. თქვენ ახლა უნდა ვნახოთ დროს რო გავამეოთხედებ. აბა ძნელია? უბრალოდ ვიღაცა მინდა რომ მინიაო. და ბიჭო და მინიავე. აქედან გავიარო 203 კაბინეტში ესე მითხრეს და არ დამავიწყდეს. გამახსენეთ ეს რა თქმა უნდა. და შემეუბნეო. ეხლა რა მონგუდო დახურულ ფანჯარაშიო. აქ არას ძინებია მე ვთხარი დახურულ ფანჯარაში და სახში დავაძინებ იმ სიცხეში. რა ის დახურული ფანჯარა? დავჭდები წყნარად და დაველოდები. ურჩა, ბძნელი იყო. ბაშა რომ მარტო გაბრიელს ჩავაც. დაბადების მოწმობა ავიღეთ. და ლაშამოს ესე მეუბნეოდა. ახობაძე გაბრიელი თუ გაბრიელ? დაწერე ეგერთი ასო შეუღებო შეიძლება. პუპურს აქვს ხოს თუ წყალს. არა გ იყოს მარტო. აქ იზარება ამ ხელასახელის დაძახება. ან რავი იყოს ნუ დაწერურები და ცუგაც დაუძახე. გაბრიელ. რა მნიშვნელობა გაბრიელ? გაბრიელ ხო გაბრიელია. ხო შემოლამაზო გაბრასდი. არის ამის მომდენო ვიდეოს რამდენ ხანში დავდებ? ან დღეს დავდებ თუ არა? ან დავაგროვებ დღეს ემოციებს? თუ მოვახერხე თუ იმიტომ რომ მარტო იმათვის ხო არ არის ეგ ემოციური, ხო ჩემთვისაც არის სახში რომ მივდივართ და ახალ ვაჟბატონს მივაბრძანე ახალს. სულ ახალს. ესესაც გამოვიწერეთ თემუდან. ხო და ამას ხო ისუნდა რა ქვია. ძნელია ხოლმე იმის მართვა რა ქვია ტელეფონის და ემოციების ხოლმე ერთად. ქაროცა შენ გიჭირო პატარა. ვერ ვარ ჯელაშაც ვერ ვარ წინაზე მივეცი და აღარ მინდაო. გამომართვიო. ნენერა არა იჭერს. და ნენერა იმას იცავს. გაიხსენებს ახალგაზრდობას. ათ 14 დღეში მოდიო ჩემა ექიმა. აქ სინჯავო და რაღაცა. კი მეთქი. კი როგორ აქონიათ ეხა მე რო აქედან წავალ მოვალ. დედმამა ლაპარაკობენ საყვარლად ზემოთ ქვემოთ. Молодец. Качина არ უნდა მაგხელაბო.
მე მგონი ივანე მოყვება. რო დავდამირეკე ხალაშამ გამოვდივარო და უკან ზის ბარბარე, წინ ზის იოანე და ეგინც მოყავ მეთქი მეუთხარი გინც მოდიან. არა უკაცო ბარბარეო სადაქალოში მიდისო. ხა თქვენ გჯერათ რომ ამდენ დღეა ელოდებიან და ბარბარე სადმე გავა გარეთ. პორტი აქ შეკვეთილი. და მოკლედ სიურპრიზებს ამზადებს და ხო და ვითომ აღარ შევიჩნი. ხო და სავარაუდოდ ტორტზე მიდიოდნენ. და იოანე გამოყვება ალბათ. მე კიდე ჩემი რიჟა მომენატრა, დედას მზის ფერი. რა თქვენ რო ამბობდით რომ აიო გადაიბადოსო იმას კიდე რას არ მივხედა ხალხო. დედას მზის ფერი არის მე გავზარდეთ. აჰა. მოკლედ ამ ვიდეოს შემდეგ ხალხო მართლა არ ვიცი რამდენად მოვასწრე. მე მგონი რომ უფრო ვერა. არა ხვალე ხო დავდებ წესით. მოკლედ რასაც გადავიღებ აუცილებლად ყველაფერს დავდებ. ესე ავიწევ რა. თორე შანსი არ არის სხვანაირად. ეს თავგვიღა დამრჩა რომ გავამზადო. ეგარი და ეგა. ისე არამიანში. გაყავდათ და თვითონ ამზადებთ. აქ არ ვიცი, სავარაუდოდ მე ჩავაცმე ხა რაღაც მინდა რომ გაიყვანო ახლა რა. ხელს მოვაძრობ თუ ფეხსა. ოღონ ერთი ვიცი, არ ვიცი რამდენად გადავიღებ და დავაფიქსირებ. ჩემ მამაფილი აი მკვდება ტირილით. იცი რა ის აქ აი რაღაცნაირი გული. ეგრევე ტირის. ზუსტად ვიცი რომ შეიძლება გადაბჟირდეს კაცი. ასე იყოს ხო? ხო, შუაშია. თქვენ კარგად იყავით თუ გვერდშია. всё, მე ვარ მზად. ცხოვრებაში ვერავინ ვერ იხდეს ჩემზე. რომ სადღაცას მიდიოდა და მე დავაგვიანებინე. აი ამ მაიკას და იმწვანე პიჟამოს უკვე ავიღე, სახში ვიცმე. პიჟამოა თუ მიჟამოა არ ვიცი, მე იმდენად კომფორტულია რომ ვიცმევ სახში. всё, სუსი კრინტი. და პირველი საქმე რაც ჩემი იქნება, სანამ დაგემშვიდობებით, იქნება ეს, რომ გაბრიელს რო დავაძინებ ამ დღეებში, ჩემი გარდირობი უნდა განახლდეს და დალაგდეს. ნუ განახლებაში იმას არ ვფიქრობ, რომ შოპმარინას დავიპყრობ, დამთავრდა ჩემი შოპმარინობა ჯერჯერობით. როგორ წავალ თორებში, სიამოვნებით წავიდოდ. ხო. და განახლებაში მდგომარეობს ის, რომ აი ეს 4 კაბა, რომელზეც ის კაცი თუ ის ქალი ნერვიულობდა, ქალი მე მგონი და რომ განიცდი და რომ 4 კაბა მეცვა, ეხლა იმ 4 კაბას ჩემ ტანზე ვეღარ დაინახავ. ხო და ისა, მე ნერვიულება ცოტა როგორ გადაიტან მაგას, მაგრამ არა უშვა. არა, პრინციპში გაგიხარდება, კაბები მორჩა. ზედა ქვედა ეხა. იმიტომ რომ გაბრიელს ყოველ დღე როგორც ღილი ეგე მკიდია ზედ პეტლივით. დაველი. ბედნიერი დღე ყველას. სახლისაკენ ჰერი.